სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა. 29 პირიაგესა. სარწმუნოება მან შენ მან გაცხოვნა შენ. ესრედ რქვა უფალმან ერთსა კაცსა, რომელი ეძიებდა მისგან კურნებასა მხურვალითა სასოებითა და მიიღოცა კურნება სარწმუნოებისათვის. ესრედვე ეტყოდა მაცხოვარი მრავალგზის სხვათაცა მრავალთა პირთა, რომელთა შინა შენიშნავდა ცხოველსა სარწმუნოებას. უფალი ჩვენი მხოლოდ მუნ იქმოდა კურნებასა და მიანიჭებდა ცხოვრებასა, სადაცა ხედავდა სარწმუნოებას. ჭეშმარიტად ძმაო, სარწმუნოება აცხოვნებს კაცს. გარნა არა ყოველი სარწმუნოება, არამედ სარწმუნოება ცხოველი. არის სარწმუნოება ცოცხალი და არის სარწმუნოება მკვდარი. თვით საღმრთო წერილი გვასწავებს ამას. სარწმუნოება ცხოველი არის იგი, რომელიც სუფევს გულსა შინაჩვენსა, რომელიც ძლევს ყოველთა ბოროტთა ვნებათა, რომელმან ესრედ დაიმორჩილა ბუნება კაცისა, რომ ამოქმედებს მას მსგავსად სჯულისა სახარებისას. გარნა მკვდარ არ სარწმუნოება იგი, რომელიმცას ჩანს ბაგეთა ზედაკაცისათა და არ შესულა გულსა შინა მისა, რომელი ვერ მართავს მოქმედებათა ყოფაქცევათა მისთა და არ სჩანს საქმეთა შინა მისთა. სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს, იტყვის მოციქული იაკობ. მაჩვენე სარწმუნოება შენი საქმეთაგან შენთა და მე გაჩვენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოება ჩემი. და ასწენს იგი. ცხადარ ძმანო ჩემნო, რომ სიტყვა საქმე და ყოველი ყოფაქცევა და მოქმედება კაცისა გამოაჩენს. აქვს მას სარწმუნოება ცოცხალი, ანუ მკვდარი, არ სარწმუნოება მისი. წარმოვიდგინოთ რომელიმე მაგალითი. ვთქვათ, რომ არის ერთი ვინმე კაცი, მებატონე, რომელსაც ჰყავს მრავალი ყმა და მოსამსახურე. უკვე თუ მებატონესა მას არ ებრალება ყმანი თვისნი, არ უვლის მათ კარგად, არ აჭმევს და არ აცმევს. საკმაოდ, ერთი სიტყვით, არ მიაჩნია იგინი ვითარცა უმცროსნი ძმანი, ბრძანებისა მებრ სახარებისა, არამედ უყურებს მათ, ვითარცა რომელსამე საქონელსა, ანუ ნივთსა. უსამართლოდ ებყრობა მათ, ცდილობს, რომ მხოლოდ მიიღოს მათგან რაც შეუძლიან უმეტესი სარგებლობა. ართმევს მათ სიმართლით და უმართლოდ ყოველსა, რაც შეუძლიან. როგორ არ იფიქროს კაცმან, რომ სარწმუნოება მისი არ არის ცხოველი, არამედ მკვდარი. თუმცაღა იგი არაოდეს არ მოაკლდებოდეს წირვა-ლოცვასა, მტკიცედ იმარხვიდეს ყოველსა წესსა ეკლესიისას. გარნა რამდენი არიან ესე ვითარნი პირნი ქვეყანასა შინაჩვენს. წარმოვიდგინოთ მეორე მაგალითი. ვთქვათ, რომელ არის ერთი ვინმე ჩინოვნიკი, რომელი გარეშეობითა თვისითა გამოსჭრდება, ვითარცა ნამდვილი მორწმუნე ქრისტიანი. გარნა ვალდებულებასა თვისის თანამდებობისასა არ ასრულებს სიმართლედ, არ აღუკრძალავს თავსათვის საკრთამსა, მრავალგზის გაამართლებს ბრალიანსა და დასჭირს უბრალოსა და ყოველთა საქმეთა შინა ეძიებს მხოლოდ თვისსა სარგებლობასა. როგორ არ სთქვას კაცმან, რომ მკვდარ არ სარწმუნოება მისი, რომ სარწმუნოება ვერ მართავს საქმეთა მისთა. ცოდვა და თავხედობა უმძლავრეს არიან გულსა შინა მისა, ვიდრე მადლი და ჭეშმარიტება. გარნა ვინ არ იცის, რამდენი არიან ჩვენ შორის ესე ვითარნიცა პირი. ვთქვათ კიდევ ერთი მაგალითი. წარმოვიდგინოთ, რომ არის ერთი ვინმე საწყალი კაცი, ღარიბი და მოკლებული ყოვლითა სოფლიურითა ბედნიერებით. გარნა არ არის იგი დაღონებული, სიღარიბითა თვისითა, მხნეობს ყოველთვის, მუშაკობს და არ კარგავს სასოებასა უფლისადმი. არავის აწუხებს, არამედ ხელითა თვისითა ზრდის თავსა თვისა და კმაყოფილ არის თვისითა მდგომარეობითა. როგორ არ სთქვას კაცმან, რომ არ სარწმუნოება ცხოველ გულსა შინა მისა. ბუნება კაცისა ძმაო ჩემო, დაცემულ არს და მიდრეკილ ცოდვისადმი. გარნა სარწმუნოება ცხოველი მარადის უნდა განაღვიძებდეს მას და არა უტევებდეს ცოდვის საქმნად. სარწმუნოება უნდა იყოს ვითარცა აღვირი ვნებათა მისთა. ყოველი ასო უნდა ემორჩილებოდეს სარწმუნოებასა მისა. მხოლოდ მაშინ ცხოველ არ სარწმუნოება კაცისა, ოდეს მართავს სვლათა მისთა
ვითარცა აღვირი ცხენის სვლასა. მოციქული პავლეს წერს კორინთელთან: თავნი თქვენი გამოიცადენით, უკვე თუ ხართ სარწმუნოებასა შინა, თავნი თქვენი განიკითხენით. გამოვიცადოთ ჩვენცაც მანო, თავნი ჩვენი, ვკითხოთ ჩვენცა თავთა ჩვენთა, ვართა სარწმუნოებასა შინა. პირველი შეხედულება ვითომც გამოაჩენს, რომელ ჩვენ ვართ ნამდვილად სარწმუნოებასა შინა. გარნაოდეს ღრმად განვიხილავთ, მაშინ დავრწმუნდებით, რომელ სარწმუნოება ჩვენი არ არის ესოდენ ცხოველი და ძლიერი ჩვენ შორის, რომელ შეეძლოს მას მართვა ჩვენი საყოფა ქცევისა და მოსპობა ვნებათა და ღვარძლიანთა ჩვენთან. პირველი და ნამდვილი ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოებისა არს სიყვარული და ერთობა. გარნა სად არის სიყვარული და ერთობა ჩვენ შორის? ესრედ მოკლებულ ვართ ჩვენ ერთობითა და სიყვარულითა, რომელ ვითარცა სიტყვათა შინა ჩვენთა ვახსენებთ მხოლოდ მოყვარობასა ანუ მტრობასა. ესრეთვე ყოფაქცევა ჩვენი და ურთიერთთა შორის დაწყობილება ანუ მისვლა-მოსვლა გამოაჩენს ანუ მოყვარობასა ანუ მტრობასა და მით ვართ ჩვენ დაცემული და დამცირებული. მეორე, მიუცილებელი ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოებისა არის და უნდა იყოს სიმართლისა და მართლმსაჯულებისა სიყვარული. გარნა ვართ ჩვენ მოკლებულ ესე ვითართაცა სათნოებად. მოყვარეთა ვაქებთ, თუმცა არ იყვნენ ღირსნიქებისა. მტერთა ვაძაგებთ, თუმცა იყვნენ ღირსნიქებისა. არ უწყით თავნი თქვენი, ესრედ განაგრძოს მოციქული სიტყვათამა, რომელნი მოვიხსენეთ ჩვენ. არა უწყით თავნი თქვენი, თავნი თვისნი, რამე თუ იესო ქრისტე თქვენ შორის არის. გული კაცისა, რომელსაც აქვს ცხოველის სარწმუნოება, ტაძარი არის იესო ქრისტესი. ცხოვლად მორწმუნე კაცი ცხადად უნდა გრძნობდეს თვის შორის სიტკბოებასა იესო ქრისტესა. სული ეტყვის მას სიახლოვესა უფლისასა, გული ეწამება მას უფლისათვის. გარნა უკეთო ხარ შენ ძმაო ჩემო სარწმუნოებასა შინა, გესმა აწოდება უფლისა, ვითარცა ოდესმე ესმა ესაიას. ნუ გეშინი, რამე თუ გამოგიხსნენ შენ, იწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ. ილოცავსა შენ ოდესმე ესოდენითა გულს მოდგინებითა, რომელ გულსა შინა შენსა ცხადად ეთქვა მაცხოვარსა, ვითარცა რქვა ოდესმე განრღვეულსა მას. ნუ გეშინი შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი. უკვე თუ ცხოველარ სარწმუნოება შენი ძალგიცსა, მუხლმოდრეკილმან უთხრა უფალსა შენსა, მსგავსად დავითისა. ვითარცა წყურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ესრეთ წყური სულსა ჩემსა შენდამი. ღმერთო, მოსწყურდა სულსა ჩემსა ღვთისა მიმართ ცხოველისა. ოდესმე ვიდე და გამოვეცხადო სახელსა შენსა. ოდეს ყოფილხარ შენ დამძიმებულ ჭირთა და განსაცდელთაგან, ის მოდახმა უფლისა გულსა შინა შენსა. ბაღადებელი, მოვედი ჩემ და ყოველნი მაშვანი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწავეთ, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულით. უკვე თუ შენ ამას ყოველსა არ აგრძნობ, უკვე თუ შენ არცა ხმა მისი გესმა, არცა ხატი მისი გიხილავს, ვითარცა აყვედრებ და უფალი ურიათა, არა ხარ შენ სარწმუნოებასა შინა. უკვე თუ ამას სოფლისა საზარელი მდგომარეობა, საზოგადო დავიწყება სიმართლისა და სიყვარულისა, ცოდვა და უსჯულოება ყოველთა არა სწვავს გულსა შენსა, უკვე თუ სული შენი არა მღელვარი არის შეხედვითა სოფლისა ამის განხრწნილებისა, მაშა სადამე სად არის სარწმუნოება შენი, სად არის სიყვარული შენი. უკვე თუ შენ დაადგრებოდე სარწმუნოებასა შინა, იესო ქრისტე იყომცა გულსა შინა შენსა. გარნა იესო ქრისტე არ დარჩება უქმად და უნაყოფოდ გულსა შინა კაცისასა. სიტყვისამებრ პეტრე მოციქულისა, არა უქმად არცა უნაყოფო იპოვნეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მეცნიერება. იესო ქრისტე მან თვით თქვა, მამა ჩემი მოაქამუნდე იქმს და მეცა ვიქმ. რას იქმს იგი, ანუ სად მოქმედებს აქამუნდე. იგი იქმს წყოვნებასა შენსა, იგი მოქმედებს გულსა შინა შენსა, მადლითა თვისითა. იგი სდევნის სულსა შენსა უფლისადმი, იგი სწმენს და განაცხოველებს სულსა შენსა. ამისთვის ძმანო, უკვე თუ იტყვით, რომ ხართ სარწმუნოებასა შინა, ხოლო არა თქმად ვერ ძალგიცთ. უკვე თუ იესო ქრისტე არის თქვენთანა, თანაგაცთ, სიტყვისაებრ იოანე მოციქულისა, ვითარცა იგი თავადი ვიდოდა თქვენცა სვლად. ამინ. შეგვეციოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი, მისი მეოხება.
აი ეს ბოლო აბზაცი მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ნახეთ რას გვეუბნება წმინდა მღვდელმთავარი რომ თუ ამბობთო რომ სარწმუნოებაში ხართ და ამის თქმა არ შეგიძლიათო, რომელიც ჩვენთაგანი იტყვის რომ არ სწამს იესო ქრისტეს, არც ერთი ყველა ვიტყვით რომ გწამს. მაშინ ვალდებულნი ხართ ისე იცხოვროთ, როგორც ის ცხოვრობ. ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ ჩვენთაგანს უნდა მარადის ახსოვდეთ. ვალდებულნი ვართ. ვალდებულნი ვართ იმიტომ რომ მისი სისხლით ვართ გამოსყიდული. თუ ადამიანი აი ძირითადად ჩვენ ხო გვიყვარს ესეთი კომფორტული წერტილის პოვნა ჩვენ ცხოვრებაში, სადაც არაფერი გვაწუხებს, რაღაცნაირად შვიდად და წყნარად ვართ. ქრისტიანი ასეთი არ უნდა იყოს, ვერ იქნება უბრალოდ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სოფელი ეს არის მტერი იესო ქრისტეს და მისი ჭეშმარიტების. ეს ვიცით, ეს ფაქტი არის. თუ ადამიანი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს და მას ამუდმებით ბრძოლა არ აქვს ამ სოფელთან, ესე იგი ის რაღაცას არასწორად შვება. ესე იგი ის ცდილობს უпростоრედ ის ემსახურება მამონას ამ სოფელს. ხოლო სიტყვით გონია რომ არის ქრისტიანი. თორე სინამდვილეში მის გულში ქრისტე არ შესულა. ნახეთ როგორ გვეუბნება გაბრიელ ეპისკოპოსი რომ თუ ადამიანის გულში ქრისტე შევიდა, ის იქ უქმად არ დარჩება, გამორიცხულია. მან იქ უნდა იმოქმედოს. და რატომ არის ხო ეს უეჭველი, ესე ვთქვათ, საბუთი ადამიანში ქრისტე არის თუ არა, თუ ის სოფელს ებრძვის. იმიტომ რომ ქრისტემ როგორ იცხოვა. აი თქვენ სახარებაში ხო ვერ ნახულობთ ვერსად ადგილს, სადაც ქრისტეს არ ებრძოდნენ. ისწავლებას არ ებრძოდნენ. ესეთი რამე არის. ამიტომ თუ ადამიანი ამბობს რომ ქრისტიანია და მასში ქრისტე არის, მაშინ ეს სოფელი აუცილებლად მტრად აღუდგება მას. აი პავლე მოციქული რო ამბობს, ხო? მე სოფლისადმი ჯვარცმულ ვარ. ცოცხალი მე აღარა ვარო პავლე მოციქული, მაგრამ ქრისტე არის ჩემში ცოცხალი. აი ეს არის ცხოველი სარწმუნოება. ეხლა ამდენს რატო ვლაპარაკობთ ამაზე? იმიტომ რომ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ხშირად ვიტყუებთ თავს. იმიტომ რომ მკვდარი სარწმუნოება, უმოქმედო სარწმუნოება ადამიანს ვერ აცხობებს. სარწმუნოება, რომელიც არ არის გამშვალული მადლიერებით ღვთისადმი, ვერ აცხონებს ადამიანს. აი დღევანდელი სახარების ერთ-ერთი მთავარი სათქმელი რა იყო? ხო, უმადურობაზე და მადლიერებაზე იყო საუბარი. 10-ნივე განიკურნეს, 10-ნივე ერთი და იგივე მადლი მიიღეს. მაგრამ მხოლოდ ერთი მოგრუნდა უკან. მხოლოდ ერთმა იპოვა თავის თავში ცოცხალი სარწმუნოება. და ადიდა ღმერთი ჩაუვარდა იესო ქრისტეს მუხლებში. ჩვენ რომ სახარების ამ მომენტს ვკითხულობთ, როგორც წესი, რა თქმა უნდა, განვიკითხავთ ამ 9 ადამიანს და ვიძახით რომ ძალიან ცუდად მოიქცნენ და მართლაც ძალიან ცუდად მოიქცნენ, არ გვეშლება ამაში, მაგრამ არამც და არამც არ გვინდა ხოლმე რომ ჩვენი თავი მათთან გავაიგოთ. ჩვენ ნაკლები უბედურებიდან არ გამოგვიხსნათ. თქვენ იცით რომ კეთრი საშინელი დაავადება არათუ იყო დღესაც არის, უბრალოდ დღეს აღარ არის გავრცელებული ისე. საშინელი ცოცხლად პებოდა ადამიანი, ძვრებოდა ცხვირი, ყურები და ცოცხლად პებოდა პირდაპირ. ახლოშიც არ შეიძლებოდა ადამიანებთან მისვლა, ქალაქიდან შორს ცალკე აგდებდნენ, იქ ცხოვრობდნენ ისინი და მოწყალებას რო ითხოვდნენ, ახლოსაც ვერ მიდიოდნენ ადამიანებთან, არ შეიძლებოდა. ეკრძალებოდა. ამიტომაც წერია სახარებაში შორს დადგენო უფლისგან და იქიდან ევედრებოდნენ. ჩვენ ნაკლებიდან არ გამოგვიხსნა თუ დააკვირდებით, ხო? თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენი წინაპრები, ჩვენ ვიცით, კერპთაყვანის მცემლები იყვნენ. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ამიტომ დიდხანს არ გავჩერდებით, ხო? კერპთაყვანის მცემლობის სიგიჟე, აი თუ დრო გექნებათ, გადაავლეთ თვალი, ბევრ დროს არ წაგართმევთ, აი რისის ჯეროდათ ადამიანებს იესო ქრისტე. მათ ჯეროდათ რომ ეს ყველაზე ისეთია უბრალოდ და იმიტომ უყავს, რომ 1000 კიდევ 1000 სიბინძურე და სისულელის ჯეროდა. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მძიმე რაც არის ჩვენთვის მოსასმენად, ეს არის საკუთარი ბავშვების, ჩვილების შეწირვა ბარაქისთვის. აი ამის ჯეროდათ ადამიანებს აქედან გამოგვიხსნა.
ეხლა კეთროვანება უფრო საშიში არის, საშინელებაა თუ ეს? რა თქმა უნდა ეს. აი ასეთი მძიმე ცოდვის მორევიდან გამოგვიყვანა ქრისტე. აი კიდე გავმეორდები, გადაავლეთ თვალი ქრისტემდე რისი სჯეროდათ ადამიანებს, რითის ცხოვრობდნენ და მიხვდებით რომ რასაც ეხლა ვამბობ, კიდე ცოტა. უფრო მეტი სიტყვის ხელოვნება რო ქონდეს ალბათ იმას ალბათ უფრო კარგად აღწერდა აი ამ დაცემის უბსკრულ, საიდანაც ქრისტემ გამოგვიყვანა. კეთრი ამასთან არაფერი არ არის. აი დღეს როგორ ვიქცევით, რომელიმე ჩვენგანი მოვბრუნდით ისე აი ჩვენ ახლა თითოეული ჩვენთაგანი საიდან ვართ გამოსული. რა თითოეული ჩვენთაგან უამრავი ცოდვა არ გვაპატია ღმერთმა და თავისი მინდა ხორცის და სისხლი ხო გავხადას უკვე მიუხედავად ჩვენი უამრავი ცოდვისა. გადავხედოთ ჩვენი აი ბავშვობიდან მოყოლებულ ჩვენს მდგომარეობას და დღეს მის სისხლს და ხორცს ვეზიარებთ. და არ ვკრა ხელი, გამოგვიყვანა, გადაგვარჩინა, მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ვართ ჩვენ როგორც ეს სამარიტელი, როგორც წერია ნახეთ სახარებაში, მობრუნდა, ჩაუვარდა ეხებში და თაყვანს სცემდა მას. აი ეს არის ნიშანი, რომ ადამიანი მართლა მადლიერია და მართლა იგრძნო დიდება ღვთისა და წყალობა თავის თავზე. მართლა გაცოცხლდა მისში სარწმუნოება, ის ბრუნდება და თაყვანს სცემს ქრისტეს, უვარდება მას მუხლებში და მასთან უნდა მარაჯამ ყოფნას, მისი სმენა უნდა, მის უკან გაყოლა უნდა. ეს არის ნამდვილი სარწმუნოება და მადლიერების ნიშანი. რომელიმე ჩვენთაგანი ვართ ეს? ჩვენ ხო ისე ვართ, რომ აი იმ დანარჩენი 9-სავით, როცა დაგვჭირდება უფალი, მაშინ მივალთ, შევეხვეწებით, მივიღებთ სათხოვარს, მერე ისევ დაგვავიწყებთ. მერე ისევ გაგვიჭირდება, ისევ მივალთ, მივიღებთ სათხოვარს, ისევ დაგვავიწყებთ. სამწუხაროდ, მთელი ჩვენი ცხოვრება ხო უმადურობის ერთი დიდი ფეერვერკია და მეტი არაფერი. სამწუხაროდ. ასეთი სარწმუნოება მკვდარი არის. აი ამას გვეუბნება დღეს ჩვენ გაბრიელ ეპისკოპოსი. სარწმუნოება, რომელიც არ მართავს შენს ცხოვრებას, არის მკვდარი. თუ შენ გინდა და იძახი რომ ხარ ქრისტიანი და ამავე დროს დროს ატარებ მათთან ერთად, ვინც ისევე როგორც წარმართები დროს ატარებდნენ. თუ შენ ისე იქცევი, ერთობი, სვავ, ჭამ, ხვალე მაინც უნდა დავიხოცოთ ასე თუ ფიქრობ, მაშინ რანაირად ახარ შენ ქრისტიანი? არ მოქმედებ შენში ქრისტე. არც ეს შემთხვევაში. თუ შენ ძმას, შენს დას განიკითხავ, ძილს წამებ, აგინებ, შეურაცხყოფას აყენებ, რანაირად ხარ ქრისტიანი? აი რანაირად ხარ ქრისტიანი? თუ შენ ქრისტიანი ხარ, მაშინ ხო უნდა გახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ურთიერთარ სიმძიმე იტვირთ. თუ შენ ვერ იტვირთავ ამ სიმძიმეს და პირიქით ლანძღავ, შეიძლება ვერ ვიტვირთოთ, ეს ახლა ხდება ადამიანები ვართ, მაგრამ ან ვიცით ნანობთ, აღსარებაში მივდივართ, მოძღვარ შენდობას ვთხოვთ, რომ ესეთი ცუდი ზრახვები გვაქვს ჩვენი ახლობლების მიმართ. მაგრამ თუ ეს არ გვაქვს და ჩვენ მე მართალი ვარ კაცო, ახლა რას ქვია ესია, მე როგორც ვამბობ ისე, მაშინ რანაირად ხარ ქრისტიანი? და საერთოდ მოდით ყველაფერს ამას თავი გავანებოთ და თუ სახარებას არ კითხულობ, თუ მოციქულთა ნაწერებს არ კითხულობ, არ გაინტერესებს, შენ ცხოვრებას ისე ატარებ, რომ შენი ცხოვრების 1%-საც კი არ უთმობ შენი უფლის სიტყვის საკითხვას, შესწავლას, რანაირად ხარ ქრისტიანი? მხოლოდ იმით, რომ კვირას ტაძარში დგეხარ და მხოლოდ იმით, რომ თქვა მოძღვართან მიდიხარ და იმ წესებს ასრულებ, რაც დადგენილია, ეს არ არის ქრისტიანობა. ეს არის სასუფეველის ყიდვა. ესეთი ადამიანი ცდილობს, რომ დაახლოებით როგორი ფსიქოლოგია იცით ეს, რომ ვაიდა არსებობს, მოდი გავაკეთებ. აი თავს რო იზღვევს ადამიანი. და ქრისტიანობა ესე არ არის. ქრისტე ჩვენგან ეძებს ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ გითხრა ხო, რომ
შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გონებით, გულით, ძალით, სულით, ყველა მოქმედებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი მცნება. ანუ უფალი არავითარ შემთხვევაში ნაწილობრივ სიყვარულს არ მიიღებს ჩვენგან. გამორიცხული ამით თავს ნუ მოვიტყუებთ. მე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ და თან ქრისტიანი ვიქნები, თან ღმერთს ვადიდებ. ამას არ მიიღებს უფალი ჩვენგან. აი გაგახსენებთ ილია თესბიტელის წინასწარმეტყველის სიტყვებს ებრაელების მიმართ. იყო ესეთი პერიოდი მის დროს, რომ ებრაელი ხალხი თან ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს, თან ბაალის კერპს სცემდა თაყვანს. ილია თესბიტელი ასეთ რამეს ეუბნება, როდემდე უნდა იკოჭლოთ ორივე ფეხით. ნახეთ, იმას კი არ ეუბნება, რომ ცალი ფეხით კოჭლობთ. რომ შეიძლებოდა ესეც ეთქვა, რომ აი ღმერთს რომ ადიდებთ, კარგია, მაგრამ ბაალს რომ ადიდებთ, ცუდია, ხომ? ეს ხო არის ერთი ფეხით კოჭლობა. არა, ნახეთ რას ეუბნება, როდემდე უნდა იკოჭლოთ ორივე ფეხით. არც იმ დიდებას არ შეიწყნარებს ღმერთი. იმიტომ რომ ისიც სიმახინჯეა, ის არ არის ღვთის დიდება, ის შეურაცხყოფაა. როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ თან ეშმაკს ემსახუროს და თან ღმერთს ემსახუროს, შეურაცხყოფას აყენებს ამ ღმერთს. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ. ღმერთი არ დაგვსჯის ჩვენ შეცდომების გამო. ღმერთი დაგვსჯის ჩვენ თუ ვეცდებით შეუთვისებელი ერთმანეთთან შევათვისოთ. ღმერთი დაგვსჯის იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მას შეურაცხყოფას მივაყენებთ იმით, რომ თან ვიძახებთ, რომ ქრისტიანები ვართ, თან მივიღებთ მის სისხლს და ხორცს, მაგრამ თან არ განვეშორებით ჩვენ ცოდვებს შეგნებულად. აი ამისთვის დაგვსჯის ღმერთი. თუ შევეცდებით, რომ მამონასაც ვემსახუროთ და თან მასაც მოვატყუოთ, რომ მას ვემსახურებით. როცა ვიცით, რომ მან გვითხრა, რომ ორივეს ვერ ემსახურები. ერთი უნდა მოიძულო, მეორე შეიყვარო. აი ამ დროს თუ შენ ცდილობ, რომ იმასაც ემსახურო და თან ღმერთს უთხრა, რომ შენი ერთგულიც ვარო, აი ამისთვის დაისჯე. თუ ეცნები, გახსოვთ წინა კვირას წავიკითხეთ, უფალი გვეუბნება, ვინც შეეცადოს სულითვისი გადაარჩინოს, ის წარიწყმეს მას. შენ ეცადო ამ ქვეყანაზე, რომ შენი სული გადაარჩინო, იმ გაგებით გულისხმობ, რა თქმა უნდა, რა გაგებითაც ახარებაშია იქ, თორე სულის ხონებაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რა თქმა უნდა. თუ შენ ცდილობ, რომ აქ ამ ქვეყანაზე შენ ყველა სიამოვნება მიიღო, არ გაუშვა არც ერთი სიამოვნება, შენ ნებაზე იცხოვრო, ურჩი იყო, ამაყი იყო, ყველას იქვემდებარებდე, შენს გარშემო ვინცაა, ყველა პატივს გცემდე, შენ თუ ამას ცდილობ და თან მერე პირას მიდიხარ ეკლესიაში და ღმერთს ეუბნები, რომ ღმერთო შემიწყალე რა. ამას არ გაპატიებს ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ უფალი გვეუბნება, მე თუ გიყვარ ვარ, ჩემი მცნებები დაიმარხე, ჩემი მცნებები შეასრულე. ამაში გამოიხატება სიყვარული ღვთის. ცრუს არ იღებს ღმერთი. გახსოვთ იქ რო ეუბნება სახარებაში ერთი ახალგაზრდა, გამოგყვებიო უფალო, გამომყევიო უბრალოდ, მათ ხო არ ეუბნება, ისე ეუბნება, წავალ მამას დავკვლავ. ნახეთ, არ იღებს უფალი ამას, არა. დრები თვითონ დაფლა მკვდრებმა, შენ მე გამომყევი. ნახეთ, აი ესეთ თაყვანისცემას ითხოვს უფალი. გაგახსენებთ ასევე სოდომ გომორის დაქცევას. გამოიყვანა სოდომ გომორი და ნახეთ, გადარჩა უკვე ლოტის ცოლი, გამოსულია გარეთ არის. უკვე დაიწყო იქ ცეცხლის წვიმა, გოგირდი ჩამოიქცა, ინგრევა, იწვის ყველაფერი, წარმოიდგინეთ. აი, როდესაც მოინდომა ამან, გული დაწყდა იმაზე, რაც დატოვა იქ სოდომში. როგორც კი გული დაწყდა ამაზე და უკან მოიხედა, იმ წუთას მარილის სვეტად იქცა. ეს რაც გვეუბნება, არ გაპატიებს ამას. თუ იძახი რომ დავტოვე, მაშინ დატოვე, უკან უღაიყურები. ნახეთ რას ამბობს უფალი. თუ მიდიხარ წინ, წადი წინ. თან უკან იყურო, თან წინ იყურო, თან ჩემთან იყო, თან ის გინდოდეს, უფალი გვეუბნება, ეს არ გამოდის.
და იძახია რომ ეს მარილის სვეტი რამის მე-20 საუკუნემდე იყო იქ შავ ზღვასთან. ლოთის ცოლის რათაც გადაიქცა. ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის სასწავლებელი. ახლა მოდით ამ ყველაფრის მერე გულწრფელა თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ თავს უპასუხოთ რომელი ვართ განსხვავებული. თითოეული ჩვენთაგანი ხომ მუდამ უკან ვიყურებთ. თითოეულ ჩვენთაგანს ხომ ძალიან ხშირად ეს ეჭვები ღრნის რომ ისიც მინდა რა ადამიანი ვარ. მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც ხომ მინდა. აი ეს ეჭვები, ეს სურვილები როგორ აგვღრმის თითოეულ ჩვენთაგანს. რამდენჯერ ყოფილა რომ მოდი ახლა ერთხელ ამას ვიზამ, არა უშავს. 21 საუკუნეა, რამდენჯერ ყოფილა. თითოეული აი ეს არის შენი უკან მოხება. და თითოეული ასეთი საქციელის დროს, როდესაც ესე ვიქცევით და უბრუნდებით ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას, როგორც ლოთის ცოლი იქცა მარილის სვეტად, ისე ჩვენი გული იქცევა მარილის სვეტად. მერე იმიტომ არის რომ მივდივართ მოძღვართან თითოეული ჩვენთაგანი ვეუბნებით რომ ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ, როცა აღარ მინდა. აი ეკლესიაში სიარულიც კი უკვე მეზარება. იმიტომ რომ გადაიქეცი მარილის სვეტად, ქვა გახდა შენი გული. აი ახლა უკვე უნდა ცრემლი დაღვარო. სინანული გამოთქვა უფლისადმი, ნახეთ. განსხვავებით ძველი აღთქმისა, ახალ აღთქმაში ჩვენმა უფალმა დიდი წყალობა მოიღო და იცოდა რა, რომ ადამიანის გული სიყრმიდანვე ცოდვისკენ არის მიდრეკილი, უდიდესი წყალობა მოიღო და აღსარება მოგვცა. და გითხრა რომ აი, როდესაც ესე მოიქცევით, მოირბინე ჩემთან, მე გაპატიე. და იმედი რომ არ დაგვეკარგა და სასო ხო არ წაგვეკეთა, რა გითხრა პეტრეს რა უთხრა? 70 თვის სიგძე რო შეგწოდოს დღეში შენმა მეგობარმა აპატიე. ანუ რაც გვეუბნება ამით უფალი რომ რამდენჯერაც არ უნდა შემწოდო თუ მოირბენ ჩემთან გულწრფელი სინანულით მე გაპატიე. არ შეგეშინდეს, აი ამას გვეუბნება უფალი. შუაგზაზე არ გაჩერდე. ბოლომდე იბრძოლე, რამდენჯერაც არ უნდა დაეცე ადექი და მოდი. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, თავარია განზრახ არ აკეთო ეს. აი თუ განზრახ აკეთებს ადამიანი იმ იმედით რომ მერე შეინანებს, მამები გვასწავლიან რომ ასეთი ადამიანები ძალიან ხშირად უეცარი სიკვდილით კვდებიან, ისე რომ სინანულს ვერ ასწრებენ. ამასაც იმიტომ ვამბობ რომ ჩემი სიტყვები გავამყარო, რაც წეგან გითხარით, ამას არ გაპატიებს. აი ორგულებას ამას ღმერთი არ პატიებს. დანარჩენი მილიონჯერ შეცოდე სისუსტით პატიობს. ან როგორ შეიძლება არ გაპატიოს საკუთარი ძე შემოწირა მსხვერპლად და სისხლი დააქცია ჩვენ გულისა, როგორ შეიძლება ჯოჯოხეთამდე ჩავიდა. ჩვენ გულისათვის როგორ შეიძლება არ გვაპატიოს? თავისთავად გვაპატიებს. ოღონდ შეცდომებს და არა განზრახ ჩადენას. არა ორგულობას. ამას არ გვაპატიებს. ამიტომ ორგულობას უნდა ვერიდოთ. ყველაზე დიდი უბედურება თანამედროვეობის ეს არის ორგულობა. იქაც გვინდა, აქაც გვინდა, ესეთი რამე არ ხდება. ერთმა შეგვაძლებინოს რომ ცოცხალი სარწმუნოებით წავდგეთ უფლის წინაშე. ერთმა დაგლოცო და გაგვიწვა.